მთელი წლის მოვლენების განხილვაზე რა როგორ განვითარდა საინტერესო მოვლენები განვითარდა მიმდინარე წელს. ეხლა სინამდვილეში 2025 წლამდე უნდა ვახსენოთ ის, რომ 2024 წლის ბოლოს იყო არჩევნები. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი 2005 წელი იწყება 2024 წლის არჩევნების შედეგების ანუ თითქოს კი არა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაიწყო 2024 წელს, ეს პროცესი გრძელდებოდა 2025 წლის საწყის თვეებშიც. არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ სამწუხაროდ წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე დავდეთ ცუდი შედეგი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ავთენტური სახით ვერ მოვახერხეთ მონაწილეობის მიღება. პარტია გაგვიუქმნა, ორჯერ გავრობა პარტია. კი, მაშინ თან ის პერიოდი იყო, რომ ამერიკაში წინა ადმინისტრაცია იყო, რომელიც მაშინ სოციალურ ქსელებში იყო სხვანაირი პოლიტიკა ამერიკაში და ჩვენ სოციალურ ქსელებში ვიბლოკებოდით მასიურად, აი როგორც კი რაღაცას ვდებდით, იმ წუთში იბლოკებოდა Facebook-ზე და YouTube-ზე ჩვენი არხები პრაქტიკულად სისტემატიურ დაბლოკვის რეჟიმში არსებობდა, ხო? ან შესაბამისად ეგ ძალიან ურტყავდა ჩვენს აი ხალხთან საუბრის შესაძლებლობას. მაშინ მხოლოდ ძირითადად ტელევიზიაზე ვიყავით, ანუ ტელევიზიის მეშვეობით იქაც შეზღუდული იყო საქართველოს ნახევარი მაყურებლების სიხნეზე დაბლოკილი იყო. ხო და აქედან გამომდინარე შემდეგ მივიღეთ მძიმე დარტყმა საარჩევნო შედეგებში და გახსოვთ რომ ჩვენი იძულებულები გავხდით არჩევნების შემდეგ ახლობით 3 თვე გაჩერებულები ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ძველ სტუდიას რაც სჭირდებოდა იმის ხარჯების შესაძლებლობა აღარ ქონდა, ვერ ვინახავდით და რეორგანიზაციისთვის გავაჩერეთ მაუწყებლობა და ეხლა ეს სტუდია რომელსაც ხედავთ იმ თვეებში რომელიც გაჩერებული ქონა ეს სტუდია მოვძებნეთ, მოვაწყეთ, იქ რაღაც რემონტი გავაკეთეთ, გადმოვედით ახალ სტუდიაში და უკვე 2025 წლის 15 იანვარი იყო თუ არ ვცდები პირველი გადაცემა ამ სტუდიიდან რომ გავიდა ეს იყო 15 იანვარი და მანდედან დაიწყო უკვე ახალი მაუწყებლობა ჩვენი რა ქვია ამ ფორმატში. მაგ დროს უნდა გავიხსენოთ ის რომ გადმოყოლილი იყო 2024 წლის არჩევნების შედეგების თანახმად უკმაყოფილება აი ამ ოპოზიციურ ძალებში. ეგ იყო პერიოდი, როცა აი იყო მასიური საპროტესტო ტალღა საქართველოს. ფაქტიურად იყო რევოლუციის მცდელობა. საპროტესტო ტალღები იყო მასშტაბური, ბევრი ადამიანი გამოდიოდა მაგ დროს. ოცნებაში მაშინ იყო ლილუაშვილი, უმელაური ღარიბაშვილი უკვე განამდგარი იყო. ღარიბაშვილი მანამდე გადაა. შემადგენლობა ძალოვანი სტრუქტურების იყო აი ეს წინა შემადგენლობა და გახსოვთ ახლა გასული წარმოვალი წლის დასაწყისში და დეკემბერში იყო ძალიან აქტიური აქციები. სხვათა შორის წლის 25 წლის დასაწყისისთვის ამ აქციების ტემპმა ცოტა კლებისკენ წავიდა, მაგრამ აი ნოემბრის მეორე ნახევარი და დეკემბრის პირველი ნახევარი იყო სერიოზული შეტაკებები. უბრალოდ უნდა ითქვას მანდ შინაარსი აქციების იყო ასეთი, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად ეხლა კოლექტიური ოპოზიცია ერთიანად ბოიკოტს გამოაცხადებს და წავა დასავლეთში და დასავლეთს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები ჩატარდა. ეგ იყო მაგით დაიწყეს. ხო, ეგ იყო დასაწყისი.
მაგრამ დასაწყისში ეგ ტალღა ვერ აგორდა ეგ ტალღა. და შემდეგ კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ის 2028 წლამდე თავრობა წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, აღარ გავააცხადებს. ხო და მაგან ააგორა ახლა. ამის საფუძველზე ხალხი გამოვარდა ეს ევროპელობას გვართმევენ ესენი თემით და მან დაიძაბა და შემდეგ მოთხოვნა იყო ესეთი, რომ არა მარტო არალეგიტიმური არჩევნები, არამედ თვითონ თქვენ ვინც ხმა მოგცათ იმათი ნაწილიც პროევროპელია, ევროპულ იდეას ირჩევთ და თქვენ ევროპულ იდეას უღალატეთ და ევროპული იდეის ღალატი ნიშნავს, რომ თქვენ მაგის გამოც არალეგიტიმური. კი, ანუ განცხადება გააკეთა მთავრობამ ისეთი, რომელიც პასუხათაც აგორდა ახალი ტალღა, შემდეგ ის ახალი ტალღა საკმაოდ ძალისმიერი მეთოდებით ქართული ოცნების მხრიდან რამდენჯერმე იქნა ანუ იმ ტალღის ჩახშობის ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული. ანუ ის ტალღა რო აგორდა ოცნების მხრიდანაც რაღაცა ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რამაც კიდე ტალღა გამოიწვია, იმიტომ რომ ნუ ის მე მაგალითად ეგეთი ის ცალსახად მენიშნა მაშინ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების მაშინ დაემატა პროტესტს ოცნების იმ დროინდელი ქმედებების გამო. ანუ უბრალოდ მანამდე როგორც ითქვა, მანამდე ზოგადად ეს ბოიკოტი და ეს არჩევნების ბოიკოტის თემა ვერ აგორდა. ეგ არ იყო დიდი აქციის ისა, მაგრამ შემდეგია ეს რაღაცა პრინციპში პირდაპირ უნდა ითქვას ხელოვნური ეს რაღაც პროცესები თავრობიდან რაღაც წამოსული ხელოვნური გაღიზიანებები და აქედანაც რაღაცა ნაბიჯები ეს ტალღა აგორდა, მიაღწია რაღაც პერიოდში მაქსიმუმს, მაგრამ მერე ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთიდან რა მოლოდინიც არსებობდა აი ამ ჯგუფებში. ის მოლოდინი არ გამართლა. ანუ დასავლეთმა სინამდვილეში რეაგირება არაფერი არ მოახერხა. კი, ოღონდ მან უნდა ითქვას, ეს ტალღა დაიწყო, ტალღა იყო რაღაც პერიოდი წვავე, შემდეგ შედარებით ჩაცხრობა დაიწყო, ოღონდ ჩაცხრობა დაიწყო ბუნებრივი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ახლა დაუსრულებლად ძნელია ხალხი იდგეს ქუჩაში და სიცივეში და ასე შემდეგ და რაღაც პერიოდის შემდეგ ცხადია ინტენსივობა კლებულობს. ოღონდ ეს ინტენსივობა გაქრობადისკენ მიმავალს არ გავდა. ყველაფერი გავდა იმას, რომ თითქოს ეს გაგრძელდება კიდე დიდი ხანი მეტნაკლები მომატების მიმართულებით, უბრალოდ მომატება ან კლება დამოკიდებული იყო დასავლეთის რეაქციაზე. დასავლეთის რეაქცია დაასანქციერეს ივანიშვილი, დაასანქციერეს რამდენიმე მაღალ ჩინოსანი, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია შევიდოდა ძალაში. ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო კვირებს ითვლიდა ეგ მომენტი, 25 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია შედგა და ადმინისტრაციამ ჩაიბარა მმართველობა. მანამდე გასაგები იყო, რომ წინა ადმინისტრაციის გადადგმული ნაბიჯები ისეთი ეფექტური ვერ იქნებოდა, გაუქმებადია ბოლოს მე სხვა რომ მოვიდეს. და ნუ რაღაცებ გადადგეს, მაგრამ სინამდვილეში ხალხში იყო მოლოდინი, რომ აი რას იზამს ტრამპი და გვახსოვს ეგ ზურაბიშვილი სადღაც ევროპაში იყო ჩასული ტრამპის ინაუგურაციაზეც ხო. ტრამპის ინაუგურაცია სადეს წასვლა. ხო, მაგრამ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ აი ეს გენერალური დარტყმა, რომელიც მიიღო ამ პროდასავლური აქციების ნაწილმაც და მთლიანად ფლანგმაც იყო ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ტრამპი მოვიდა და მოსვლიდან ძალიან მალე გამოაცხადა სინამდვილეში, ნუ აი რაღაცა უზარმაზარი რეზონანსის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა არათუ მხარდაჭერის დაფიქსირებას, თუნდაც აქაური ამ აქციების მიმართ, არამედ USAID-ის დაფინანსება შეწყვეტა. USAID არის უცხოეთში არსებული მოქმედი ამერიკის მხარდამჭერი პოლიტიკური და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დამფინანსებელი სტრუქტურა ამერიკის მთავრობაში და ამას შეუწყვიტა დაფინანსება და სრულიად ამაზე დამოკიდებულ სტრუქტურებს უცხოეთში, მათ შორის საქართველოში NGO მედია ჯგუფებს შეუწყვიტა დაფინანსება და ამის შემდეგ დრამატულად დაეცა აქციები. სურათი შეიცვალა დრამატულად, იმიტომ რომ ახლა იქ იყო ამ აქციებზე ცხადია, ეხლა არავინ ადეკვატური არ დაიწყებს იმ მტკიცებას, რომ
ხა 10,000 ადამიანი რო 100,000 ადამიანი რო გამოდის 100,000 ხელფასზე მუშაობს. ეგ ცხადი არ ხდებოდა, მაგრამ იქ რო გარანტირებული ბირთვი ყოფილიყო, რა ქონა იმ აქციებს, რომ წარმოიდგინეთ 10,000 კაცი გარანტირებულად დადის სამუშაოსავით. იმიტომ ხელფასი. იმიტომ ხელფასი. ხო, ეხლა 10,000 კაცი ყოველდღე გარანტირ სამუშაოზე რო დადის, იმის ზემოთ ეხლა რამდენიმე 10,000 უბრალოდ ამ თემის გულშემატკივარი იმ ხალხის გამოსვლაც და აქტიურობაც უზრუნველყოფილი ხდება. იმიტომ რომ ნუ რავი აი ხედავ მიტინგია ამ იდეას გულშემატკივრობ და გადიხარ. მაგრამ როგორც კი თავარია ეს საფუძველს წყაროს ვინც იყო ამ აქტივისტები ამ მიტინგებში მოაკლდა და ფინანსება და ის 10,000 დაფინანსებული ადამიანი გაქრა და იქ დარჩა შეიძლება უკვე ასობით ხო რამდენიმე 200-300 შეიძლება ისიც ევროპული ან სხვა გრანტებია ხო თქვა თაკაური ვიღაცა კოლექტივ ნაცების ბიზნეს ოცნებისგან დაფინანსებული ნაცების ხო ან ოცნებია ფინანსები ხო როგორც კი ეს ბირთვი გაქრა ნუ ეხლა იმედი დაარჩენ ნაწილში რამე შესაძლებელი იყო განეიტრალდა შეიკვეცა და მერე მასშტაბები შემცირდა ანუ ძალიან დაეცა ეს მათი მუხტი და მერე გადავედით პრინციპში შეიძლება ითქვას რომ აი 2025 წლის მთავარ ასეთ პერიოდზე როცა იყო თვითმმართველობის არჩევნები ხო არჩევნებში ოპოზიციამ სხვათა შორის რაღაცა კოსმიური სიგიჟე ჩაატარა მაგ არჩევნების პარალელურად იმიტომ რომ ის ოპოზიცია იძახდა რომ აი უკვე დამთავრებულია ოცნება ახლა ნახეთ დასავლეთმა რა უქნას ახლა ბოიკოტს ვაცხადებთ ახლა ნახეთ რა დღეში არის ოცნება უკვე ტირის და გარბის ასეთებს ლაპარაკობდა მე უცბად გამოვიდა ნაწილი ოპოზიციის და თქვა რომ არა მე უნდა მივიღო მე ბოიკოტს აღარ ვაცხადებ მე ახლა მივიღებ მონაწილეობას იმიტომ რომ ეხა მოვიგებთ საერთოდ არჩევნებს ასე დააყენა ნაწილმა მეორე ნაწილმა თქვა რომ ესენი გაიყიდენ ბოიკოტია საჭირო და ვინც მიიღებს მონაწილეობას ის არის ოცნება მეორე ნაწილმა ასე და მთელი ოპოზიციის აი ეს პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი საარჩევნოდ გადაიქცა ერთმანეთში დაპირისპირების პროცესად ერთმანეთი ლანძღეს მეტი არაფერი არ აკეთეს, ანუ არჩევნების იმდენად ლანძღეს, რომ ხო, არჩევნების ელისაშვილი გააგიჟეს და ხო, გაეკალა ის აწყალი და იმას შეუტია, ხო, შენობას. ხო და მანდ მთელი საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში ოპოზიცია იყო ერთმანეთის ლანძღვის რეჟიმში. თან ოპოზიციაში ბოიკოტისტების განსაკუთრებულად წინა ხაზზე ბოიკოტისტები გამოიკვეთენ, რომლებიც საერთოდ გამოვიდნენ და თქვა ეს რომ რევოლუცია უნდა მოვაწყოთო. რევოლუცია რომ უნდა მოაწყო, ოცნება გამოვარდა და მთელი თავისი საინფორმაციო კამპანია რა თქმა უნდა მიმართა მაგაზე. და ოცნება ლაპარაკობდა რა აი რევოლუცია ხალხო ნაცები ბრუნდებიან რა თქმა უნდა ნაცები იყვნენ ვინც რევოლუციას აანონსებდნენ ხაბა ვინ იქნებოდა რომლებსაც ოცნება აფინანსებდა მაგ დროს ეგ გაირკვა ხო და ეს პროცესი იყო წინა საარჩევნო და შედეგად მეგობრებო მივიღეთ ის რომ ჩაიარა არჩევნებმა, სხვათა შორის არჩევნების დღეს ქონდათ დათქმული ნაცებს რევოლუცია. რევოლუცია ჩაატარეს, რაღაცა კომედია იყო. ეგეთი რამე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, რაღაცა ასეთი მოხერხილი შეიძლება მოხერხილი რაღაცა ისინი იყო ღობეები რომელიც მივიდნენ აჯანჯღარეს 50 ადამიანი ხო რაღაც ცოტა ის კი არა აი რაღაც ცოტა ადამიანი აი ძალიან მნიშვნელოვანი რევოლუცია გამოიყურებოდა ასე მოხერხილი იყო მე მგონი მაგაზე თავს ვერ დავთ მე მგონი მოხერხილი იყო და ძალიან ოდილად მოტყდა ხო და მოხერხილი იყო ასე ხო ეჯანჯღარეს და რამდენიმე წამში მოტყდა რომ მოტყდა და გაჩერდნენ აი ეხა რა ვქნათ აი მოტყდა და შევიდეთ თუ რა ვქნათ და იდგნენ. ანუ რისი თქმა, კომიკური რაღაცა
პროცესი გამითავდა წინა საარჩევნოდ, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ პირდაპირ ასეთი კოდური სახელი. ოცნების საარჩევნო დაბუსტვა ოპერაცია, სახელად ოცნების საარჩევნო დაბუსტვა ჩაატარეს ნაცებმა. დანარჩენი ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავდა, არ ვიცით რა უხაროთ. ყველასთან რაღაცა უხაროთ. იმ ოპოზიციას ამ ერთმანეთში ლანძღვით, ხახახა რაღაცებს იცინოდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ, რა უხაროდათ მე არ ვიცი. მაგრამ საბოლოო ჯამში 80% აიღო ქართულმა ოცნებამ. ხო? ეგ მოხდა. ეხლა ეს არჩევნების პერიოდი რო გადაიარა, შევედით ასეთ სიტუაციაში. ეხლა სინამდვილეში ვართ საკმაოდ ტრაგიკულ მოცემულობაში, იმიტომ რომ შევედით ასეთ მოცემულობაში, სადაც ოპოზიცია პრაქტიკულად აი ეს პროდასავლური ოპოზიცია ვინც იყო, ჩაირეცხა. მათი რეიტინგი არის ძალიან შეირყა იმ თვალსაზრისით, რომ იმ თვალსაზრისით კი არა, რომ ვიღაც პროდასავლელი ხალხი აღარ არსებობს, არა. იმ თვალსაზრისით შეირყა მათი რეიტინგი, რომ ისინი როგორც პოლიტიკური ორგანიზატორები ძალიან დაზიანდნენ. ოღონ მაყურებელს რო არ ეგონოს რაღაცა არასწორი წარმოდგენა არ შეგონოს, ეგ არ არის ტრაგიკული ფაქტი, ეგ არის ერთადერთი ბედნიერი. არა, ეგ კარგი. ტრაგიკული ფაქტები ვარ. ბედნიერი. არა, ეგ მისკენ მიმოვალი. ეგ happy end. მდგომარეობა კარგია. კარგია, ეგ რა თქმა უნდა. აი, ერთადერთი რაც happy end-ის იმედს იძლევა არის, რომ ოპოზიცია. არა, ეს იმდენად კარგია, რომ ისიც შემდეგი რაც ცუდია, ისიც გამოსწორებადია, მაგრამ ეს ჯერ კარგი კი ბატონო, ეს ხდება, რომ ესენი ჩაირეცხენ. ხო და ეხლა მეგობრებო, ქართული ოცნებამ იგრძნო ის, რომ ოპოზიციაც პრინციპში უკვე, შეუძლია ასეთ ბუად გამოიყენოს, უსაფრთხო ბუად, რომელსაც ხალხს უწამოაძახებს ხოლმე. აი, ნაცები ბრუნდებიან ხალხო, ეგ ნაცებს თვითონ აფინანსებს. ნაცები ბრუნდებიან, ის ნაცები დაბრუნების იმიტაციას წაითამაშებენ და ესეთ სიტუაციაში შევიდა, როცა ეხლა ოცნება გადავიდა, დასავლეთთან ურთიერთობა გაუფუჭდა და გადავიდა რაღაც ალტერნატიული ფულის კეთების მეთოდებზე. იმიტომ რომ უნდა გავიხსენოთ, დასავლეთთან ბევრი ფული შემოდიოდა ხალხო. ძალიან დიდი რაოდენობით ფული შემოდიოდა საქართველოს. ეხლა რომ ეს თანხები შეწყდა, ქართული ოცნება გადავიდა სხვა ფულის კეთების მეთოდების ძიებაზე. და სამწუხარო, აი რაც არის, რაც თქვი, სამწუხარო არის ის, რომ ფულის კეთების მეთოდი, რომელიც მოიფიქრეს და რომელიც სახეზეა არის ის, რომ მასიური მიგრაციის პროცესია დაწყებული საქართველოში, პირდაპირ ტერიტორიები იყიდება, უკვე სიტუაცია იქამდეა მისული, რომ ქალაქების აშენება დაგეგმილი, ეგეთი რამე არ არის, ეგ უპრეცედენტო შემთხვევა, უპრეცედენტო ტრაგიკული სურათია. ქალაქების აშენება დაგეგმილი, სურათი იცვლება დემოგრაფიული ყოველ დღე. ადამიანები ქუჩაში რომ გადიან, პირდაპირ ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ წარმოუდგენელია, ამის ვერ შემჩნევა, ვიღაცა თუ ამას ვერ ამჩნევს, ის რაღაც ძალიან ოცნებისკენ არის, ესე იგი. ხო და სამწუხარო არის ეგ, რომ ქართული ოცნება რომ ილუზიას ქმნიდა, რომ თითქოს ის ახლა რაღაც კონსერვატიულ შემოbrunებას აპირებს, თითქოს ის ეროვნული პოლიტიკის გატარებას აპირებს, ეგ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. სინამდვილეში ქართული ოცნება უბრალოდ მარტივი გზით ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული მეთოდებით ფულის კეთებაზე გადავიდა. ტერიტორიების გაყიდვით, ჩვეულებრივად მოქალაქეობის ბინადრობის უფლების გაყიდვით ფულის კეთებაზეა გადასული. საქართველოს თან ამას ყველაფერს დაარქვეს ეკონომიკის განვითარება. ეგეც ტრაგიკულია, ეკონომიკის განვითარებასთან ამას არანაირი
საერთო არა აქვს, ეს არ არის ეკონომიკის განვითარება, ეს არის უბრალოდ ტერიტორიების გაყიდვა. ხო, ეგ არის სამწუხარო, რაც აი ეხლა დღეს რა რეალობასთანაც ვართ მისული. მაგის გარდა იმდინარე წელს ერთ-ერთი ძალიან რეზონანსული და ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ველისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, როგორც კი ოცნებამ დაინახა, რომ აი დასავლურ ჯგუფებს დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და შესაბამისად სერიოზულად შესუსტა და პროდასავლური აქციების მასშტაბი შიდა კლანური გარჩევები, რომლებიც აშკარად ფარული სახით არსებობდა, მაგრამ იძინებულ ფორმატში ქონდათ, როგორც ჩანს აქამდე, გააცოცხლეს და დაიწყეს ძალოვანი კლანის გაწევა გვერდზე, შევიწროება, დაჭერა და როგორც ჩანს ამას ქონდა ის თავისი ობიექტური მიზეზი მართალია ის ფაქტი, რომ დამაზიანებელია ხმალთების გაჟღერება და ვის რა სჭირდება, ხო? დარტყმა თუ რაღაცა ობიექტური ძლიერი мотиваცია არ არსებობს. იქ ხა დადის რაღაცა სხვა ხმები და უბრალოდ ამ სხვა ხმების გაჟღერება სულ უფრო და უფრო ადეკვატური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი მოარული ხმები ოცნებაზე გამართლდა მათ შორის ამ თემაში. იმდენი ერთ-ერთი დამთხევა მოხდა მოარულ ხმებსა და მე შემდგარ ფაქტებს შორის კორუფციაზე იქნება, ამა თუ იმ ფიგურების გადაყენებაზე იქნება, რომ სულ უფრო დამაჯერებელი ხდება ეს მოარული ხმები, ლოგიკურად ისე ხო არ გადააყენებდნენ ახლა იმ ნაწილს. ესე იგი რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყო. კაი, კი ბატონო, შიდა ჯგუფებს შორის დაუშვათ კობახიძე და კობახიძის ჯგუფი და ლილუაშვილის ჯგუფი კონკურენტები იყვნენ. დაუშვათ აი ამათ შორის დაპირისპირების мотиваცია გასაგებია, მაგრამ აი ივანიშვილი როცა ერთი ჯგუფის მხარეს, ან მხარეს იწერს, ან თვითონ არის, თქვა, მხარე გახდა თვითონ, ხო? მან მისი мотиваცია ხო განსხვავებულია, ის არის, თქვა, შუაში მყოფი მსაჯულივით, რომელსაც იდეაში ძალაუფლების გამტკიცებისთვის ჭირდება კონკურენტული ჯგუფები, ხო? როგორც ჩანს ამ მხარეს დაეკარგა ნდობა ივანიშვილის თვალში და დაეკარგა რაღაც რეალური მიზეზები და იქ იარსებდა. ეხლა იქ დატის ხმები და არც ეგ არის გამორიცხული ამათ რაღაცა იმხელა ძალაუფლება იგრძნეს, რომ გადატრია შიდა ასე თქო გადატრიალების мотиваცია შეიძლება იყო. შეიძლება ეგეც არ იყო და დაუშვათ უბრალოდ ზედმეტი ფინანსების პრევენცია ჩაატარა. აღებას ქონა ადგილი, ანუ ზედმეტი იმისა, რაც ეკუთვნოდათ ბრჭყალებში მოსაპარად, ანუ რაც განკუთვნილად იყო გამოცხადებული მათთვის ვაიანდი. მოპარულიდან ზედმეტი წაიღეს. მოპარულიდან ზედმეტი წაიღეს და დაშვებულზე მეტი იპარეს დაუშვათ, ხო? ეგ ოღონდ არის მათ შორის გადატრიალების წინაპირობებია. მათ შორის. იმიტომ რომ ვიღაცა, ვთქვათ, ვასალი, დაქვემდებარებული ფიგურა, როცა დათქმულ პირობების გადასვლას იწყებს, ეგ არ ხდება თავისთავად და არ ხდება იმ მიზეზით, რომ უბრალოდ ვიღაცა გაგიჟდა. შეიძლება ერთი გაგიჟდეს, მაგრამ მთელი სტრუქტურა გაგიჟდა, ხო? ესე იგი ამ სტრუქტურამ ჩათვალა, რომ მას აქვს ფუფუნება ნაკლებ დაემორჩილოს სიუზერენის დავალებებს და პირობებს. ეგ ნიშნავს, რომ ეგ ნაკლები მორჩილება, სინამდვილეში ივანიშვილის ძალაუფლება ხო იმაზე დგას, რომ სხვებზე მეტი რესურსები აქვს, ხო? ანუ სხვებს იმითი აღემატება, მან ძალაუფლებით გავლენით, რომ სხვა არ არის მაგ მასშტაბის ფინანსური შესაძლებლობების ქონა და შესაბამისად მათ ძალა არ თანაწონდია. ეხლა ვიღაცება თუ იმდენი სპარვა დაიწყეს. ვაი რაღაც ეტაპზე ეგ ზღვარი წაიშლება, ეგ სინამდვილეში გადატრიალების წინაპირობა, ან რაღაც ეტაპია გადატრიალების და შეიძლება მაგას ქონა ადგილი და მაგის პრევენციისთვის თან ეხლა ეგ საიდან ჩასე, რანაირი სიხისტითაც ამათ უტევენ, აშკარად გაბრაზებასაც აქვს ადგილი. და ამ ხალხის განეიტრალება დაიწყეს. ოღონდ გავიხსენოთ რანაირად ამ ყველაფერს რა ფონი ახლდა თან. აი ღარიბაშვილიც კი რო გადააყენეს, მაშინაც კი ოთქოცების გამპრავებლების მთელი არმია ლაპარაკობდა, რომ გეშინეთ ხალხო ეს უბრალოდ რაღაცა ნაგახადოვკაა. და ეხლა ღარიბაშვილიც ოპოზიციით შემოიყვანა.
და ნახეთ, ეს არის არაფერი, არის კონცეფციის გამправებლები. მე ლილუაშვილი რო გადააყენს, რა იმაზე ლაპარაკობს სხვა სამინისტროში გადაყოთ გამოგონილი სამინისტრო, რომელიც ერთ კვირაში თქვის მანდაც არ გადაყვა. მე აი ეხლა ნახეთ ლილუაშვილს გომელაურს იმას, რა ქვია, ღარიბაშვილს ერთად და თავის პოზიციით ყველაზე ფავორიტი ის პერიოდი იყო აი ტრამპთან დალაგებული აქვს თამათ. კი, ბიჭო, მე ტრამპმა რო თვალი ჩაუკრა საქართველოს მას არ ჩაუკრა, სხვას ჩაუკრა. ამას ჩაუკრა უეჭველი და მე რა მაინტერესებს, მაგ დროს რო ვიძახდი, რომ ბიჭო, აქ ისეთი გადაყენებები მიდის, რომ აქ სერიოზული კონფლიქტია და ნუ ჭორაობთ თქვენ. ეგეთ კომენტარები გასულ. რა ჭორაობთ? იქ იციან რა ხდება და ეს არის ნაგახადოკა ოპოზიციაში მოიყვანდა ბიჭო. ეს რის მაგალითად უნდა მიიღოს ბევრმა რა. ბიჭო, აი ერთი წლის წინ ლილუაშვილს გომელაურს ეგონათ რომ ქვეყანა მაგათი იყო რა. კი. აი ლილუაშვილი ხა წარმოიდგინე ერთი წლის თავზე სად არის? კი, ერთი წლის წინ ლილუაშვილის ზენიტი იყო. ზენიტი იყო და ერთ წელიწადში ციხეში. ეხლა ციხეშიც. თან როგორი ზენიტი ქონათ? იცი, აი ყოველგვარი მუხრუჭები დაკარგული ქონათ, აი რაღაცა მეთოდები, რაღაც მაფიოზური სტრუქტურები ქვეყანაში, რაღაცა ეს სტრუქტურების თავგასულობა, პოლიციის ზღვარი სათავდება და რაღაც მომაფიოზო სტრუქტურები, რომლებიც არეკეტებდნენ ბიზნესს, ვიღაც ჩვეულებრივ ხალხს ატერორებდნენ და აი არაფერზე მუხრუჭი არ ქონათ რა, ყველაფერზე წვანე შუქი ქონათ და პრობლემას ვერ ხედავდნენ. ერთ წელიწადში ასე დღეში რო ჩავარდება ვიღაც მანდ ეხლა ყველას უნდა ესმოდეს რომ მარადიული არავინ არ არის კაცო მაგაზე უფლებაში და ცოტა სახელმწიფოებრივად მიუდეს ხალხი